მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვწყებთ კონსერვატორიას. კიდევ ერთი მაგარი ამბავი მოხდა ჩვენი თვითყოფადობის სიძლიერის ორიენტეთის გაღრმავების გზაზე. ჩვენ პასეს უთხარი დავაი დასვიდანია დროებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქაც შეიცვლება ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ და დაწმინდაზე ასვლა ურჩიეთ თავიანთი ახალი რეზოლუციანა. თუ ის რეზოლუცია რაც იყო მაგას განვიხილავთ ჩვენ, მაგრამ სოფლიოში ხდება ძალიან საინტერესო ამბები, უბრალოდ რუბიოს სიტყვა, ხო, რაც თქვა მან მეგანკელისთან ინტერვიუში იმას ციტირებ. ჩვენ ვთვლით, რომ რასპუტინმა ჩაიდენა საშინელებაა, მაგრამ არაკეთილმცემლისერება იყო, რომ წინა ადმინისტრაციამ როგორღაც დაარწმუნა ხალხი, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მთლიანად გაანადგურებდა მას და უკან დაახევინებდა. ისე რომ სოფლიო ისე 2012 ან 2014 წლის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. შედეგად ამერიკა აფინანსებდა ჩიხს გაჭიანურებულ კონფლიქტს და შესაძლოა ჩიხზე უარესაც, უკრაინის ეტაპობრივ განადგურებას და ტერიტორიების დაკარგვას. უკრაინა 100 წლით უკან ბრუნდება, მათი ენერგეტიკა განადგურდება, იმდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რომ საშინელება მიაჩნია პრეზიდენტის პოზიცია, რომ ეს გაჭიანურებული კონფლიქტია, რომელიც უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. კი ბატონო. ხო, მოკლედ ამ წელს შეიძლება ეს ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტის განვიხილოთ, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, რომ ეს რომ დაეწერა ნებისმიერ ქართული ოცნების დეპუტატს ან ლიდერს, ხო? ეს იქნებოდა ანათემაზე გადაცემის მიზეზი და დაახლოებით იგივეს ამბობს ჯო ვილსონის ტვიტის საბაბი, ბატონო. 1200-ს გააკეთებდა. ხო, ჯო ვილსონი იქით იყოს, მაგრამ რა ჭკვიანურად მოიქცა ჩვენი ხელისუფლება, რა ბრძნულად მოიქცა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერები და როგორ წყალობს ბედი. მაგრამ მათ ბედი კი არ წყალობს, მართლები ვართ და როცა მართალი ხარ, ბედიც და ღმერთიც წყალობს. მოდით ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სამყარო უკვე გარდაუვალად შეიცვალა და ესეთი ტემპის სიგიჟეების, ლიბერალებისთვის სიგიჟეების და ჩვენთვის მალამოთ რო გვეცხება ისეთი ფაქტების, რაც ეხლა ხდება მსოფლიოში. პრეზიდენტ ტრამპის რამდენი დღე გავიდა, 20 დღეც არ არის გასული, ხო? ერთი ინაუგურაციის მერე, ხო? 11 დღე, ხო? ხო და აი ესეთი საპიტემის ლუბებისა მე საერთოდ არასდროს არსად ნანახი არ მაქვს და ყოველ დღე არის რაღაცა შაქარი ჩვენი პირისთვის და რაღაცა სასიამოვნო ბგერები ჩვენი ყურებისთვის. მოდით დავიწყოთ განხილვა აქაური ამბებიდან გამომდინარე. მაინც ეს პასეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია და იმ ტყუილი სიხარულის აღწერაც დავიწყოთ, რაც ამ ლიბერდებილებს ეუფლებათ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ანუ მოდი ვნახოთ რა, რომ თუ გახსოვს რა, როდესაც ქართულმა მოცნებამ განაცხადა მაშინ რომ ის ვთქვათ დროებით სანამ ევროპა ჩამოყალიბებოდა წვეთ და რაღაცა იმის მოთხოვნას შესვლაზე რო გამოვარდა მაშინ და ანუ თუ გახსოვთ ანუ ოდესღაც ამ სიგიჟის რაღაც ახლა ხდება ყოველდღიური აქციების საფუძველი იყო ის მართალია არავის არ ახსოვს მაგრამ მაშინ ქართულ ოცნებას უსაყვედურეს რომ აი რატო არ მოიცადეთ ჯერ ბარემ მას გაკეთებული იყო რაღაც განცხადებები და მე თუ რამე გამოხდოდეთ და ეხლა მოხდა ის რასაც ანუ ქართულმა ოცნებამ ჩავიდა იქ დაელაპარაკა და ჩვენ დავარწმუნდით რომ იქ არაადეკვატურები არიან რა ანუ ხო, მოდი ვთქვათ რა, ძალიან მარტივად ვამბობ რა. როდესაც ჩვენ ნებისმიერი ადამიანი გვეუბნება ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებზე, ამერიკელების მეშვეობით, რომელშიც ვერავინ ვერ დაადასტურა გაყალბების ვერცერთი ფაქტი, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და იმიტომ რომ ვიღაცას უნდა, რომ სხვა არჩევნები ჩატარდეს, ოღონდ სხვა შედეგით. ხო ვიცით რომ აქ არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა. ხო, ანუ აქ არის რომ ჩავატაროთ არჩევნები, რომელსაც მოიგებს ოპოზიცია. მანამდე ჩავატაროთ, იმდენ თქვენ წააგეთ. შესაბამისად, ნებისმიერ ვინც ამას გვეუბნება, არის ჩვენი მინიმუმ არაკეთილის მსურველი. ჩემი აზრით მტერი. მაგრამ დებილიც. რა თქმა უნდა. და აქ არის კიდევ მეორე მომენტი რა ხო, მოდი ვთქვათ რა. და ასევე ამის გაგრძელება, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ განთავისუფლებული პოლიტიკური პატრონები აპატიეთ რა, კარგით რა. რაღაცა ხო არსებობს, რაღაც აი ეთიკის, მორალის, რაღაცა აი საღიაზრის რაღაცები ხო არსებობენ. და ვიღაცა ტიპები, რომლებსაც უნდათ ქვეყნის დამხობა უნიჭოთ და რომლებსაც ერთთვიან, ორთვიანი წინასწარი პატრონები მიუსაჯეს და ისიც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ბოდიში რომ მოეხადათ და რომ ეღიარებიათ ხო გაერთიანებოდნენ. რა თქმა უნდა.
ახლა როგორც ვიცით ვიღაც არა, პირდაპირ აქ ნათქვამი ძალიან ბევრ მაღალჩინოს ეს. ძალიან ბევრს. რომ მონანიება არის ძალიან ეფექტური. შალვა. ოღონდ რაში მონანიება? იცი რა დოკუმენტურად თქმა უნდა შალვა. აი იგივე ბოდიში მზია, ქალბატონი მზია რო ავიღოთ, ხო? არავის არ უხარია ადამიანის ციხეში ყოფნა, ხო? შენ მით უმეტეს. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს რომ უბრალოდ არ ამბობს რომ აღელდა შეცდომა დაუშვა და ემოციებმა მინიმუმ ამას არ ამბობს. სწორი ვქენიო რეჟიმი აი ხა ეგრე არ გამბობს. ანუ მთელი ლოგიკა არის რომ დასატყამი იყო. ხო, ანუ აი რაღაცა და ეხა რაღაცა სიგიჟე რო გამართეს. ქართველი კაცები სურათს ურწყავდნენ ხელს. ეს რა არის? აი ეს მართლა ვერ გავიგე. ანუ ეს ქართულ ტრადიციაშია. არ ჯდება რომ თუ დასატყამია ვინმეზე მიდი და დაარტყე. მე არავის არ ვახალისებ და რაც მოუვათ გასაგებია, მაგრამ მოდის და სურათთან არის მაგარი და ურწყავს ხელს. ეს რა არის? კიდე მეორე არის ასეთი რაღაცა, რომ ანუ პოლიტიკურ ბრძოლაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია წახვიდე ციხეში. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა. ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური იდეებისთვის არაერთხელ, ორჯერ და 10-ჯერ არიან ციხეში წასულები რა. და ეს არის ჩვეულებრივი ამბავია რა, რომ შენ აკეთებ რაღაცა პოლიტიკურ აქტს, რომ მიდიხარ პოლიციას არ ტყამ ხელს, იმიტომ რომ რეჟიმს სილა გააწნა. ოღონდ მე აღარ ტირი ხარ, რომ ციხიდან გამომეშვითო. ანუ ეს არის განსხვავება. ანუ შენ აკეთებ პოლიტიკურ აქტს, ამ აქტს, ანუ ეს რო ასე იყოს, შეიძლება შენ საძილსაც იღებ. ანუ რატომ არის მაშინ სვანერად გეტყვი? ის აქტი ფასი რატო აქვს? იმიტომ რომ სასჯელს არ თქმა უნდა შალვა, იმიტომ რომ ანუ შენ მზად ხარ შენი თავისუფლება. გაცვალო მაღალი იდეალის. კი ბატონო. ხო, მოდი ორ ნაწილად დავყო. პირველი, უბრალოდ მორალური იმებით რომ ვიმსჯელოთ, ის ხალხი რომელიც ეხლა საუბრობს იმაზე რომ ეს იყო უბრალოდ რაღაცა სიმბოლური სილის გატანზე გულისხმობ, სიმბოლური აქტი, გვახსოვს ჩვენ ხმარ ამოუღიათ, როდესაც ნინო ლობჯარია, როდესაც იყო ესე იგი უფლებადამცველი, ერთ ბაკის პარკში რომ მივიდა ვიღაცამ შეაგინა, იყო ესეთი მომენტი და ის დაიჭირეს. და ის არ იყო ესე სიმბოლური და ეს იყო სიმბოლური, ხო? ანუ აქ საქმე რაშია? მე მართლა არავის ციხეში ყოფნა არ მინდა. რუსთავი ორის წამყვანები, მაშინდელი ნაც რუსთავი ორის წამყვანები, ოცნების ხელისუფლება იყო, რომ გამოვიდნენ და მე მგონი ძალადობა არც იყო და რომ დაიჭირეს ის ბიჭები და ციხეში რომ აყურყუდეს, ეს ხო მოეწონათ რა. პირიქით, ერთი საერთო იმით საუბრობდნენ, ყველა საუბრობდნენ, რომ დაიჭიროთ. უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს, აი მე რო გავარტყა პოლიციას დემონსტრატიულად პირდაპირ. ის მეორე მხარეზე ვამბობ, არა სახელმწიფოზე, არა, ის მეორე მხარე. ხო, ერთხმად ისაუბრებს იმაზე, რომ დაიჭირეთ ნუკრი შოშიაშვილი. რა თქმა უნდა. ხო, ანუ აქ საუბარი რაზე იმაზე კი არ არის, რომ სიმბოლური უნდა იყოს თუ არა. აქ იმაზე ის რომ შერჩევითია ეგ რა. ძალიან შერჩევითია ეს და აღმოჩნდა რომ თურმე მარტო ერთ ხარეს აქვს უფლება. ჩვენ მე სიამოვნებაში ამის წინააღმდეგი ვარ. ფუნდამენტურად ამის წინააღმდეგი ვარ. როდესაც მოქალაქეების კატეგორიზაცია და ის ხდება, რა ვქვია, რაღაც ფეოდალური საზოგადოების შექმნა, სადაც ზოგიერთებს აქვს თურმე უფლება და ეს სიმბოლური აქტი და ვიღაცა ვინც არ იყო ის სასიამოვნო აქტი, მართლა რომ შეაგინა ქალს, არ იყო სასიამოვნო აქტი, მაგრამ თუ იმას იჭერენ, ხო, იმ ადამიანს, ხო? მოდი რა, მაშინ რაღაც საერთო წესი იყოს, კანონის უზენაესობას, რადგან ესე იგი, ესე უჭერთ ხართ, რაღაცნაირად მან არის როგორი კოლიზია, იცი რომ შენ არ ახარ კანონი, შენ ხარ უზურპატორი, ესე ამბობენ. არჩევნების გამყალბებელი რუსი და შენზე კანონი არ უნდა ვრცელდებოდეს. ანუ უნდა დაგამხო. მოდი, მაშინ ჩემი ლოგიკა იყო, შენ არ ახარ ესე იგი სამოქალაქო მოძრაობის წევრი, შენ ხარ გარედან დაფინანსებული აგენტი. მე კაია კალასი მიჭერს. ეს ლოგიკა რატომ? შენ არ გიჭერს. ეგ ლოგიკა არ არის, არის ფაქტი. კაია კალასი მიჭერს ხარს და შენ ვინ გიჭერს? აი გარი, მე მოდის ეს. ეხლა შენ ვინ გიჭერს ხარზე, მინდა გადავიდე მეორე საკითხზე. და საერთოდ ყველაზე მაგარი რაც არის სიგიჟე რუსეთის სულს გაფავს. მარკო რუბიო გამოდი და იძახის რომ დაერხა უკრაინასო და ნუ ვიღაც ბესიკ ხარნაულის პოსტი შეხვდა რომ რუსეთის სულს გაფავს. პოეტი, ლირიკოსი კი ბატონო. ერთი მე ერთ კარგის უნდა კი ბატონო. აი მეორე ესე იგი აი პარალელურად ხდება უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენთან. და ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობის საკითხი. პირველ რიგში რომ ჩვენ ხა გეოგრაფიულად არა მარტო აღმოსავლეთი, ჩვენ აღმოსავლეთში გულისხმობთ ამ შემთხვევაში ჩინეთს, ხო? დღეს იყო აი ესე იგი დღეს გაიმართა ზუსტად ესე იგი საქართველოს ჩინეთის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზენტაცია მოხდა დღეს.
და დაახლოებით მოლოდინი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში სურვილი გვაქვს ესეთი, რომ ჩინური საფინანსო სისტემები, საბანკო სისტემები თუ შემოვლა, ეს იქნება ძალიან კაი ჩვენ ქვეყნის განვითარებით. ამის გარდა ჩვენ და სამხრეთით. ისაც აღმოსავლეთ ემარა ჩვენ და სამხრეთით საუბარია საუდის არაბეთზე და არაბულ სამყაროზე. 6 მილიარდ ინვესტიციაზე არის საუბარი. მე შეკითხვა მაქვს, რატომ არ მოხერხდა ამ პერიოდის განმავლობაში 6 მილიარდი ინვესტიცია მოზიდვა დასავლეთიდან? 6 მილიარდი არა, 100 მილიონი. ხო, თუნდაც. NGO-ების გარდა. არა, მოზიდვა მოხდა ოღონდ სხვაგან. იცი რა არის? არა, ჩვენ ნახეთ USAID-ის ჩანაწერები 30 მილიონი რაში დაიხარჯა, კი ბატონო. ერთი ის არის ფაქტია, მე ყოველთვის მაგას ვამბობ რა, რომ საქართველოს თუ ვინმე რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მაგალითი შეუძლია იყოს, ეს არის ერთი ავსტრიის მაგალითი, რომელიც ნეიტრალურია, რომელმაც ინდივიდუალურად გააფორმა ყველა სავაჭრო ხელშეკრულება. დღესაც ის არის მშვიდობის ესე იგი ცენტრი, ყველა მეომარი ქვეყანა, დაპირისპირებული ქვეყანა ჩადის ავსტრიაში და იქ და რაც მოხდა ახლა პოლიტიკურად კი იცი, შენ რომ კანცლერი ყავთ რუსეთს ეძახიან, მე არ ვიცი ხა ვერ დავაბრალებ, მაგრამ ლიბერალები რუსეთს რეალურად ცივი ომის დროს ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით ვითარდებოდა, იღებდა საბჭოთა კავშირისგან რიგ შეღავათებს და ბულგარეთის ფასით ყიდულობდა იმეებს, რა ქვია, ელექტროენერგიას. დასავლეთთან ვაჭრობდა დასავლურ სისტემასთან, საბჭოთა სისტემასთან ვაჭრობდა და შექმნა ძალიან კოხდა მოწესრიგებული სახელმწიფო. საბჭოთა კავშირი უყურებდა მაგ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვენის ოკუპირება მოხდა საბჭოთა ჯარების მიერ და გავიდნენ გვიან გავიდნენ და რაღაც შეთანხმებები დატოვეს, რომ იქ ნატო არ შევიდოდა და ასე შემდეგ. და ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან მარტივი რაღაცა და ამას ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უნდა ეხებოდეს ყველა მიმართულებას. ავიღოთ ის ფინეთის მოქმედებები ომის შემდეგ, ხო? საბჭოთა ფინეთ ომის შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ ისინი ძალიან კარგად ვაჭრობდნენ საბჭოთა კავშირთან და პირიქით იღებდნენ ყველანაირ შეღავათებს. მეორე მხრივ ისინი აწარმოებდნენ საკუთარ ინვესტიციებს. დასავლური ინვესტიციები შემოდიოდა მათ ქვეყნებში. შექმნეს საუკეთესო სოციალური პოლიტიკა და ინდუსტრია, კაცო. ინდუსტრია, წარმოება ყველაფერი შექმნეს და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე ცხოვრების დონით ევროპაშიც მათ შორის რა. ჩვენი რეალური ამოცანა არის ის, რომ პატარა ქვეყნების წარმატებული მაგალითები ავიღოთ. ეს წარმატებული მაგალითები ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკა პროცესია. სადღაც ერთი მხარე იქნება ძლიერი, სადღაც მეორე მხარე იქნება ძლიერი და შენ უნდა მიხვდე, როდესაც შენი მოწინააღმდეგე დასუსტდება, მაშინ დაიწყო რაღაცა მოქმედებები, რაღაც მიმართულებით. თუ კი მეორე მხარე დასუსტდება, ეხლა ჩვენ ხედავთ დასავლეთის, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების დასუსტების პროცესს, გარკვეულწილად პროცესს. და ის რომ ეხლა სუვერენიტეტი გაუძლიერეთ, ეს ამის შედეგია. ეს სტრატეგიული მოთმინებების შედეგი. და ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ რუსეთთან მიმართებაში რა შვებითო, ხო? ლეგიტიმური შეკითხოს დაისვებთ. დამიჯერეთ, ჩვენ აქ კავკასიაში ვიქნებით კიდე დიდი ხანი. არცაც წასვლას არ ვაპირებთ. ისტორია იცვლება, ძალიან ცვალებადია ისტორია. დავაცადოთ, შეიცვლება ჩვენ სასარგებლოდ გეოპოლიტიკური რეალობა. შეიძლება შევზეა უკვე რა. შეიცვალოთ ძალიან მალევე, იმიტომ რომ არის ამის იმპულსები. კავკასიის როგორც დერეფანის დღეს დაბლოკილია მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების გამო. მისი დეაქტივიზაცია უნდა ძალიან დიდ სახელმწიფოებს, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის ინდოეთი, როგორიც არის ის დიდი ეკონომიკები, რომლებიც თურქეთი, რუსეთი, ირანი. რუსეთს არ უნდა? რუსეთს რა არ უნდა რომ გაატაროს? მოდი პირდაპირ რა. იცი რა არ გვინდა? რაღაც ყალბი მორცხობა არ გვინდა. ჩვენ ეს სოფლიოში ის არის, რა ქვია, მიღებული სლოგანი, საქართველოს უპირველეს ყოვლის, არ გვინდა ჩვენ Make Georgia Great Again. საქართველოს უპირველეს ყოვლის, ეს არის ჩვენი გენიალური პოეტის მსკარი, ხო? მოდი რა ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ცალკე სად იქნება, როგორ იქნება და რანაირად, ეგ არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ მართლაც გავხდეთ ძალიან დიდარი ქვეყანა. ძალიან.
ეხლა აი ამ მომენტში გვაქვს და ვის უნდა უყუროთ თუ ჩემი ძმა ხარ აი ესე ვიტყოდი და ვიღაცებს უნდა კაია კალასებს და პასეში ესტონელებს და იმ საცო და უკრაინელებს უნდა უყუროთ და უნდა ვწოდეთ შიშით რომ რა სიტყვია მაგან დედაც ვატირე აი ეხლა გაბრაზი ბოდიში ტელემაყურებელი რა მარტო ისეთი შანსი გვეძლევა უნიკალური ხალხო და აი ამ რაღაცა მაიმუნობით უნდა ჩვენ უკან დახევა და ჩვენში რაღაცა ფოთის შემოტანა ხო ფაქტია რომ ესე არ ხდება ხო საზოგადოება იცის ეს როგორი მშვიდი და ხო შენ მშვიდი ხარ ხო არა ეხლა გავიაზრე უბრალოდ რა რამხელა პერსპექტივები გვაქვს ტერის გამოკარგო და გამო შეიძლება დავკარგო კარგად და რამ ცდილობებია რომ ვიღაცა საწყალი გაუბედურებელი გასაჩანაკებული პირდაპირ ვიტყვი ამერიკელების მიერ ნახმარი და მიტოვებული აი ესე ვიტყვი პირდაპირ არ არის ეგრე რასაც ესენი ამბობენ ეგრე არ არის იხმარეს და მიაგდეს ხო ეხლა რა იქნება იქ არავინ არ იცის ხო და ის იმ ქვეყნის ბოღმიანი ტიპები ნახულობენ დროს და საშუალებას და ძალას რომ ჩვენ დაგვიპირისპირდნენ ჩვენ ქვეყანას ხანდაშორის თეატროლოგიანმა ძალიან მაგრად თქვა რომ პასუხიც არ გავეცით რომ ისეთ გაუბედურებულ დღეში არიან დაასრულეთ და ანუ საბოლოოდ იმის თქვა მინდა რომ აშკარად ჩვენ აქტიურებთ იმას რაც აქამდე დაკეტილი იყო კარები ქონდა დაკეტილი გარკვეული პოლიტიკის გამო და ეს ხა გეოგრაფია რა ძალიან მარტივი მაგალითი მინდა ერთი ისტორიიდან მინდა მაგალითი მოვიყვანო დავით აღმაშენებელი ყველასთვის ცნობილი ჩვენი საყვარელი მეფეა როდესაც მონეტებს ჭრიდა ეს მონეტები სადღაც უნდა მიმოქცევაში ყოფილიყო მეორე მხარეს იყო არაბული წარწერები კი რას ნიშნავს იმას რომ ჩვენი ეკონომიკა ჩვენი ვაჭრობა არა დასავლეთისკენ არამედ აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ის დოვლათი რაც შექმნა დავით აღმაშენებელმა რაც შემდეგ მოახმარა იყო სწორედ აღმოსავლეთთან ურთიერთობით დაკავშირებული ჩვენ ამ გეოგრაფიაში ვცხოვრობთ მე რა თქმა უნდა მინდა რომ რაღაცა დიდი იმპერია ვიყოთ გლობალური იმპერია და ყველგან შეგვეძლოს ვაჭრობა მაგრამ სამწუხაროდ შეზღუდული რესურსები გვაქვს და ჩვენ გეოგრაფიულ არეალში თუ არ ვივარჯეთ თუ მათთან არ გამავითარეთ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენ უბრალოდ ვერ გამდიდრდებით და 30-მა წელმა გვაჩვენა ეს რომ როდესაც ჩვენ არ ვიყავით აქტიურები ჩვენი აღმოსავლური პოლიტიკა როდესაც არ იყო აქტიური ამიტომაც დავიჩაგრეთ დიდი ინვესტიციები არ შემოვიდა ფაქტია შემოვიდა დიდი ინვესტიციები ერთადერთი დიდი ინვესტიცია იყო ბაქო-ჯეიჰანი ამის შემდეგ ესეთი დიდი ინვესტიციები არ ეყოფილა აი ახლა შემოდის მეორე ტალღა და გაცილებით დიდი ტალღა შემოდის ინვესტიციებს რეკლამაა ახლა გასაშვები ლაპარაკი კარგია მაგრამ რეკლამა